ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ხელისუფლების ქმედებების მიმართ, კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით. ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ფორმულას მიერ დასმულ კითხვას მზია ამაღლობელისთვის 2 წლიანი პატიმრობის შეფარდებაზე. ამასთან სახელმწიფო დეპარტამენტში აკრიტიკებენ ქართული ოცნების მიერ მიღებულ გრანტების შესახებ კანონსაც, რომლითაც დონორებს გრანტის გაცემამდე მთავრობის ნებართვა სჭირდებათ. ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებით და გაზრდით, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებით და სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის მთავრობის ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით, აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში. კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 4 ფარმაცევტული კომპანია დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის 560,000 ლარით დააჯარიმა. სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევა დაასრულა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მომმართვის საფუძველზე 2023 წლის დეკემბერში დაიწყო. საკითხი ეხება გარკვეული მედიკამენტების იმპორტიდან მომხმარებლამდე მაღალი ფასნამატების ფორმირება. სააგენტოს გადაწყვეტილებით 4 კომპანიის შემთხვევაში დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დადგინდა, რაც მომხმარებლისთვის ჭარბი ფასის დაწესებაში გამოიხატა. ჭარბი ფასი განისაზღვრა როგორც გონივრულ მარჟაზე 30% პლუს ფასნამატი 20%-ზე მეტი. სააგენტოს პოზიციით დაამრღვევი კომპანიების მიერ მედიკამენტებზე დაწესებული ფასები გონივრულ დონეს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. დაჯარიმებულ კომპანიებს შორისაა შპს Global CBS-ი. ჯარიმის მოცულობა 249,144 ლარი. შპს Concept Pharma. ჯარიმის მოცულობა 21,646 ლარი. შპს Rich Group-ი ჯარიმა 77,936 ლარი. შპს Gea ჯარიმის მოცულობა 210,632 ლარი. მოკვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ გარკვეული მედიკამენტების თვითღირებულებაში შეტანილი იყო ისეთი ხარჯები, რომლებიც უშუალოდ ფასწარმოქმნას არ უკავშირდება. საჯარიმო სანქციები განსაზღვრულია 2024 წლის ბრუნვის მაქსიმუმ 5%-მდე ზიანთან კორელაციით. სააგენტოს შეფასებით მოკვლევა ეხება იმ პერიოდს, როდესაც რეფერენტული ფასები ჯერ არ იყო დაწესებული. უწყებაში აღნიშნავენ, რომ დღევანდელი მდგომარეობით რეფერენტული ფასების ამოქმედებამ მედიკამენტებზე არსებული მაღალი ფასნამატები მნიშვნელოვნად გაანეიტრალა. მთავრობამ 4 აგვისტოს მიღებული განკარგულებით საავტომობილო გზების დეპარტამენტს ანაკლიის პორტამდე მისასვლელი 18 კილომეტრიანი გზის მშენებლობა დაავალა. ამასთან ფინანსთა სამინისტროს დაევალა, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთის დაფინანსება შემდეგი წლის ბიუჯეტში იყოს გათვალისწინებული. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონი ლარი დაჯდება. აღნიშნული პროექტი ჯერ კიდევ 2019 წელს გაკეთებული შეფასებების თანახმად პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის ჯამური ღირებულება 320 მილიონ ლარზე იყო პროგნოზირებული. 4 აგვისტოს გამოცემული დადგენილებითვე საქართველოს რკინიგზასაც დაევალა პორტამდე მისასვლელი სარკინიგზო ხაზის გაყვანა. ამასთან მთავრობა პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მიწების გამოსყიდვასაც გეგმავს. ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. 2024 წლის აგვისტოში მთავრობამ ბელგიურ ჰიდროსაინჟირო კომპანიასთან გააფორმა ზღვის ფსკერის დაღრმავების, ტალღმჭერისა და პორტის ინფრასტრუქტურის მოწყობის კონტრაქტი. პროექტის ფარგლებში სამუშაოებზე წელს 150 მილიონი ლარი იხარჯება, თუმცა პორტის პროექტს გენერალური ინვესტორი ამ დრომდე არ ყავს. ინვესტორის შესარჩევი საერთაშორისო კონკურსი ჯერ კიდევ 2024 წლის 29 მაისს დასრულდა და მაშინ უპირატეს მონაწილედ ჩინური კონსორციუმი დასახელდა, თუმცა 1 წლის და 2 თვის შემდეგ ამ კონკურსს ოფიციალური გამარჯვებული არ ყავს. სააპელაციო სასამართლომ ეგრეთ წოდებულ რძის სკანდალზე სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და კომპანია ჩირინას 1,600,000 ლარის გადახდა დაავალა. ჩირინას ადვოკატის გიორგი გეწაძის ინფორმაციით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩირინამ ყვარლის ბაგასთან დადებული ხელშეკრულება დაარღვია, ხოლო ყვარლის ბაგას მიუღებელ შემოსავალში მათ წვლილი არ მიუძღვით. მეორე ინსტანციამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კომპანია ჩირინას საჩივარი, შედეგად სასამართლომ გააუქმა ვალდებულება, რომელიც ჩირინას აკისრებდა ყვარლის ბაგასთვის მიუღებელი შემოსავლის 3,100,000 ლარამდე გადახდას. მეორე მხრივ სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მეფრინველეობის ფერმამ ყვარლის ბაგას საქონლის სიკვდილიანობით მიღებული ზარალი 1,600,000 ლარი უნდა აუნაზღაუროს. ჩირინას დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ სააპელაციამ უნდა დაასაბუთოს ხელშეკრულების რომელი პუნქტი დაარღვია ჩირინამ. ამის შემდეგ კი ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში გეგმავს. ადვოკატის განმარტებით კი კომპანია
კომპანია უკმაყოფილოა სასამართლოს გადაწყვეტილებით, რადგან მათი შეფასებით ჩირინას მხრიდან ხელშეკრულების დარღვევა არ მომხდარა და საქმეში ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. ცნობისთვის სასამართლო პროცესი ყვარლის ბაგა ჩირინას წინააღმდეგ მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც მეცხოველეობის ფერმა ჩირინასგან 4.700.000 ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. აღნიშნული თანხის გადახდა ჩირინას 2024 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა, რაც კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მოსამართლეებს უნდა ეხიარებინათ და დაემტკიცებინათ ჩვენ რა დავარღვიეთ. ჩვენი ხელშეკრულების რომელი პუნქტი დავარღვიეთ და მიღებული ზარალი რომელიც მიიღო რატომ არის ეს ჩინას ბრალი. ეს ერთ მეორე შესაბამისად ჩვენ დაველოდებით მოსამართლეების დამტკიცებელ საბუთებს და შემდეგ გავაგრძელებთ ჩიბილს. სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ნაწილობრივ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლის ნაწილში და საბოლოოდ გაასახდეთ თანხად განსაზღვრა 1.600.000 ლარი. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ რა თქმა უნდა უკმაყოფილოები ვართ, იმიტომ რომ ყველაფრის მიუხედავად სასამართლომ დაადგინა, რომ შეიძლება ჩირინას მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და მე მართლა გითხრათ ვერ ხვდები როგორ უნდა დაასაბუთოს სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილება იმ პირობებში, როდესაც მტკიცებულებები არ არსებობს უბრალოდ ამის დამასწრებლის საქმეში. ჩვენ ამას აუცილებლად გავასაჩირებთ უზენაეს სასამართლოში ამ გადაწყვეტილებას და იმედი გვაქვს, რომ უზენაესი სასამართლო მაინც მიიღებს ამ საქმეზე საბოლოოდ სწორ გადაწყვეტილებას. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერები დააკავა. უწყების ინფორმაციით ბრალდებულების მართვის ქვეშ მყოფი კომპანია ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებდა ონლაინ პლატფორმის აპლიკაციის და მომსახურების ოფისების მეშვეობით. ამ ოპერაციების მოცულობა კი 100 მილიონ ლარს აღწევდა. კანონმდებლობის თანახმად მსგავსი საქმიანობა საქართველოში ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერად რეგისტრაციას მოითხოვს. სამსახურის ინფორმაციით კომპანიას დიდი ოდენობით მიღებული შემოსავლის მიუხედავად არ უფიქსირდება სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადის გადახდა. უწყების თანახმად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების გამოსავლენად.